ჩვენ გვჭირდება ალტერნატიული ძალის ცენტრი. ამაზე შეთანხმებული ვარ. ჩვენ თუნდაც 20 კაცი იქნება და 30 თუ 40, ამან ისეთი ძალა უნდა გამოასხივოს და ისეთი ენერგია უნდა კონდეს, ენერგია მოდის მარტო მოქმედებაში. სხვანაირად არ ხდება, ხო ეს ენერგიის გავრცელება. აქედან გამომდინარე, ხა, დღეს ურთულეს რეჟიმში, ვისაა, მდგომარეობაშია ქართული ოცნების რეჟიმი, იმიტომ რომ ეჭვმიტანილია, მეძე არ წავალ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ რაღაცა ქიმიური ნაერთების გამოყენებაში. ასე არ არის? ასეა ნამდვილად. ეხლა სუსმა მამუკა ბინარაძემ ჩაატარა გამოძიება, არ არის არაფერი საშიში და ამით უნდა დავასრულოთ. ჩვენ ხო გვყავს ძალიან ბევრი გამოცდილი სამხედრო ექსპერტი, ჩვენ გვყავს ძალიან კვალიფიციური ქიმიკოსები, ჩვენ გვყავს ძალიან კვალიფიციური და საზოგადოებაში ნდობით რომ სარგებლობენ ისეთი ადამიანები, მათ შორის იურისტები. არ შეგვიძლია საზოგადოებამ შევქმნათ რაღაც კომისია, რომელიც თავად დაიწყებს გამოძიებას და იქით შეუქმნით დღის წესრიგს. კითხვებს რომ გაუგზავნის ეს კომისია, ნდობით აღჭურვილი ხალხისგან, რომელზედაც ვერც ქოცი ვერ გამოვა და ვერ იტყვის, რომ ეს ვინ არის, რა იცის. მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრს ან დინარაძეს და იქიდან რომ პასუხი არ მოვა, ესეც პასუხია. ესეც რეჟიმზე არის ერთი ლურსმანი კიდე. ამიტომ ყოველ წუთს შეგვიძლია შევქმნათ ისეთი ვითარება, როდესაც რეჟიმის დღის წესრიგით კი არ ვიქნით, ჩვენი შექმნილი დღის წესრიგით მოუწევთ ამათ სიარული. მე არ ვიცი, რატომ არ შეგვიძლია ამის გაკეთება და რა გვიშლის ხელს. იმიტომ რომ ყველა ის კითხვა, რომელიც კომპეტენტურმა ადამიანებმა უნდა დასვან მოწამვლასთან დაკავშირებით და ამ აირების გამოყენებასთან დაისვას, მივიღოთ პასუხები და გარდა ამისა ვიაროთ მერე საერთაშორისო გამოძიებისკენ, თუ კი ეს აუცილებელი იქნება. ხო გვაქვს ამის რესურსი, რატო არ ვაკეთებ? ისა ქალბატონმა პრეზიდენტმა რომ მოუწოდოს, რა ქვია, ხო ამასაც ხო დიდი ამბავი არ ჭირდება, არა? და მის გარშემო შექმნას ეს კომისია თუ მაინც და მაინც.